მოგესალმებით ყველას. დღევანდელი თემა მართლაც აქტუალურია, ზედმეტად აქტუალურიც არის შეიძლება ითქვას განსაკუთრებით მორწმუნე საზოგადოებაში. თუმცა ეს მორწმუნე საზოგადოებაც ძალიან ისე გრადაცია შეიძლება მოახდინოთ მათი. მეტად მორწმუნე, ნაკლებად მორწმუნე, შეიძლება ითქვას პირობითია ცხადია, მე ამას ხაზს უსვამ და ისე რა მორწმუნე შეიძლება დავარქვათ ამას. აი სამივე მიდგომაში, სამივე კატეგორიაში ამ საკითხთან მიმართებაში არის მე ვიტყოდი სხვადასხვანაირი დამოკიდებულება შეიძლება ითქვას და თემის ათაური არის მეორედ მოსვლა, ბოლო ჟამი, ჩიპები და ასე შემდეგ. პარადიგმული თემა შეიძლება ითქვას, უბრალოდ მართლაც აქტუალურია და მე ამ აქტუალურობის მიზეზს პირადად მე, როგორც ღვთისმსახური, ვერ ვხედავ, არ მესმის და არც მინდა გავიგო, შეიძლება ითქვას. და რატომ? იმიტომ რომ გარდა ემოციური ფონისა, გარდა დატვირთვისა, რომელიც ადამიანებში აი ამ სამი კატეგორიაში იწვევს ემოცია, შიშ დავარქვა, შიშს რაღაცა მომავლის რაღაცა გაურკვეველი ბედის მოსვლას, მაცხოვრებაში, ხვედრის მოსვლას, გარდა აი ამ ემოციებისა, მე აი ამ აჟიოტაჟში ვერაფერს ვერ ხედავ. და ეს თუ კარგი არის, ესეთი დამოკიდებულება, ეს თუ საღიაზროვნება და თუ ეს არის ქრისტიანობა, მაშინ კი ბატონო, მაშინ მე ამგვარ ქრისტიანობა მე არ მინდა და ამგვარ ქრისტიანი მე არა ვარ. მე სხვა ქრისტიანობა ვიცი და სხვა დამოკიდებულება ვიცი, აი თუნდაც ამ მოვლენებთან დაკავშირებით. და როგორი არის ეს? მრავალწახნაგოვანია, კიდევ ვითხარით, მორწმუნეები თვლიან და კამათობენ სულ სხვა საკითხებზე ამასთან დაკავშირებით, ნაკლებად მორწმუნეები სულ სხვა რაღაცებზე კამათობენ და სულ ყველა ეს კამათი კიდე გეუბნებით არის ამაო, ფუჭი და არაფრის მთქმელი და კიდევ ამ კამათის წარმართვას და წარმართველი პროცესების არის კიდე სხვა საკითხებია, კიდე რომელიც გაუგებარია და არასწორი არის. რაშია საქმე და რასთან გვაქვს საქმე? მორწმუნე კატეგორიას კიდევ ხაზს პირობითი მხარე არის, ცხადია. მორწმუნე კატეგორიაში ვინც თulis თავს, ისინი ესე ვთქვათ დებატებში შედიან და მსჯელობენ თუ, ესე იგი, იცის თუ არა იესო ქრისტეს ადამიანურმა ბუნებამ ამ დროის შესახებ, ამ ჟამთა შესახებ თუ არ იცის. ამაზე არის ცხარე კამათი. იცის თუ არ იცის. ეხლა ნაკლებად მორწმუნეებს ეს მაღალი თეოლოგია არ აინტერესებს და ისინი შემოიფარგლებიან, რომ აგერ უკვე დაბადებულია თურმე ხალხო იცი? სახელიც ვიცით უკვე ჩიპებს უკვე უდგავენ ხელში და ტვინში ხალხს უკვე. შტრიხ-კოდები არის ისეთი, რომ უკვე იმ შტრიხ-კოდების ყიდვით პროდუქტი არ უნდა იყიდო და რა გითი სად ნახავთ, ეგეც რომ ვერ იყიდო და გითხრობთ. დამაინტერესებს, ხო? მაგრამ კიდევ ვეუბნებით ისიც და მაღალი თეოლოგიის მოკამათენიც და აი დაბალი თეოლოგიის მოკამათენიც ძალიან არასწორ პოზიციაში დგანან და სხვაგან ბანაობენ, უბრალოდ ესე ვთქვათ რა. ისიც ცდარი არის და ესეც ცდარია. მე დღეს შევეცდები, რომ რა არის ეკლესიური ცნობიერების მატარებელი აზროვნება, როგორი არის ამ საკითხებთან მიმართებაში, რას წარმოადგენს, რა არის ჭეშმარიტი სარწმუნოება ამასთან მიმართებაში და ზოგადად დავინახოთ თუ რა არის პრობლემა, ჩიპები არის პრობლემა, ტექნოლოგიური წინსვლა პრობლემა, თუ კიდევ სხვა რაღაცეები არის და ბოლოს და ბოლოს მართლა როდის მოდის მე მოსვლა გავიგოთ ბოლოს და ბოლოს, ხო? დავადგინოთ. პირველი დავიწყოთ მაღალი თეოლოგიიდან შედარებით. ვინც გვეუბნებიან და კამათობენ ეკლესიაში და ეკლესიის მიღმა, რომ თურმე იესო ქრისტემ ადამიანურმა ბუნებამ არ იცის მეორედ მოსვლის, ანუ ამ დღეების შესახებ, როდის იქნება ეს. ჯერ ერთი პირველი მომენტი, რომ როგორი უმადური თემა არის ეს, იმიტომ რომ ადამიანისთვის ეს რამდენად, ესე ვთქვათ, საცნობადი და რამდენად, ესე ვთქვათ, საჭირო მისი სულის გადარჩენისთვის, რამდენად საჭირო ინფორმაციაა ჯერ ეს. აქედან დავიწყოთ, ხო? და მეორე
როდესაც ლაპარაკობთ და არიან ამგვარი კატეგორიის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ თურმე იესო ქრისტეს ადამიანურმა ბუნებამ ცალკე აღებულმა, რაც შეუძლებელია რომ ცალკე ავიღოთ არა, განკაცების შემდგომ ის არის მუდამ ერთი პიროვნება ორი ბუნებით. მარადიულად უკუნისამდე შეერთებული და განუყოფლად ყოფილი. როდესაც აი ეს ადამიანები ამობენ, რომ იესო ქრისტეს ადამიანურმა ბუნებამ არ იცის ამ დღეების შესახებ და იმოწმებენ სახარების მუხლს, სადაც ლაპარაკობს თავად იესო, რომ ამ დღეთა შესახებ არავინ არ იცის, არცა ანგელოზებმა, არც არავინ და არცა ძემაცო, არა? აი ამ ეს მოყავთ საფუძველი მათი რწმუნებისა. მაგრამ არასდროს არ ფიქრობენ თუ რატომ თქვა იესო ქრისტემ ეს სიტყვები, ვის უთხრა და რა კონტექსტში, იმიტომ რომ სახარების წინაწელის განმარტება არასდროს არ შეიძლება კონტექსტიდან ამოგლეჯილად. არასდროს არ შეიძლება ბუკვალურად მაინდამაინცო გაიგო ყველაფერი, რაც წერია, თორე მასე ჩვენ დავსგავსებით ნებისმიერ სექტას, რომლებიც სახარებიდან, ბიბლიიდან იმოწმებენ ციტატებს და იმის იქით უკვე აღარ აინტერესებთ. ამიტომ ჩვენ რომ იგივე მდგომარეობაში, იგივე საფრთხეები არ დაგვემართოს, არ შეიძლება კონტექსტის გაუთვალისწინებლად ჩვენ რომ რაღაცა სახარებისეული ციტირება მოვახდინოთ და არ შევხედოთ იმ ვითარებას, იმ მდგომარეობას თუ რა ვითარებაში, რა მდგომარეობაში ნათქვამია ეს სიტყვები. მარტივად ვამბობ ახლა რომ ეს სიტყვები ნათქვამი არის მოციქულებისათვის, რომლებმაც გამოხატეს ადამიანური სისუსტეები, რომლებმაც ადამიანურად ცნობის მოყარეობა გამოხატეს და მაცხოვარი მათ და ჩვენს ამავდროულად მათაც და ჩვენს დაგვიდოთ საზღვარი, ზღვარი დადო და აღკვეთა ცნობის მოყარეობა, ამგვარი უჯერო ცნობის მოყარეობა. ეხლა ეს კონტექსტად შეეხება. ეხლა თვითონ პრინციპს თუ რატომ არ იცის ძეკაცმაც ამ დღეთა შესახებ. იდე გეუბნებით, ანონსის სახით იცის რა თქმა უნდა. შეუძლებელია რომ არ იცოდეს. მან ეს ამ დღეთა შესახებ. აბა რაშია საქმე? რა არის საპრობლემო რომ გახდა ეს დავის და კამათის საგანი? პრობლემა არ არის. შეგახსენებთ რა მოხდა განკაცების დროს. როდესაც ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი, მეორე პირი დაეხმარა ყოველ შემთხვევაში მთლიანად ღმერთი ეხმარება ადამიანურ ბუნებას მისი გამოხსნის ამბავში და საქმეში და მიიღებს ადამიანურ ბუნებას, ადამიანურ ხორცს, როგორც დოგმაში არის, არა? შეურევნელად, მაგრამ განუცალკევებლად მიიღებს ამ ორ ბუნებას ერთ პიროვნებაში გაერთიანებულს და ასე აღასრულებს ჩვენი ყველა ჩვენთაგანის გამოხსნის საქმეს ჯვარცმით და აღდგომით. ეხლა რა ხდება? სრული კაცი, სრული ღმერთი. ერთი პიროვნების გარშემო ორი ბუნება შეკრებილი. ეხლა როდესაც ჩვენ საუბრობთ რომ შეურევნელად და განუცალკევებლად, ეხლა ამისი ლოგიკურად გააზრება, ლოგიკურად დანახვა თუ ეს ამ პროცესებისა თუ ვით არ მოხდა ეს მართლაც არავის არ ძალუց, არც უმაღლეს სერაფიმებს, ქერუბიმებს და არც არავის. თუ ეს პროცესი, ბიოქიმიური პროცესი როგორ არის ამართული, გამორიცხულია ეს, რომ ადამიანურმა გონებამ აი ეს პროცესები შეურევნელად და განუცალკევებლად ეს რაღაცა საღად და ლოგიკურად დასტავარია მართლად და სწორად წარმოიდგინოს. გამორიცხულია ეს ამბები. ეს ამას ვერ წარმოიდგენს. ჩვენ ვიცით რომ ეს განხორციელდა, მაგრამ როგორ ვით არ მოხდა ეს მდგომარეობა, ეს ჩვენთვის დაფარული არის. მაგრამ ჩვენ რაც ვიცით, ეს ხო ამბავი არის. და რა ვიცით? რა თქმა უნდა, ეს ორი ბუნება არ არის შეერთებული, არც განყოფილია, მაგრამ რა ხდება? თავად ადამიანური ბუნება, ცხადია, აი ჩვენი ყველას ჩვენთაგანის ბუნება და ეს ბუნება იტვირთა მაცხოვარმა. ჩვენი თითოეული ადამიანის ბუნება როგორი არის? როგორი და სუსტი, ტკივილგამცდელი, მომაკვდავი, გამხწნელი, იღლება, ხშია, წყურია.
ხო ესე არის ჩვენი ბუნება რა? უმეცარი არის ჩვენი ბუნება. ჩვენ რაც არ უნდა პრეტენზია გქონდეს მაღალ განათლებაზე, ცხადია, ჩვენი გონება, ჩვენი გონების პოტენციალი არის კვეთრად შემოსაზღვრული ჩარჩოებში. იმის მიღმა ვერაცა უნდა მოვინდომოთ, ვერ გადავხტებით, იმიტომ რომ კვეთრად ეს შემოსაზღვრული ცოდნის პოტენციალი არის. ანუ როგორია ადამიანური ბუნება? უძლური, უმეცარი, ტკივილგამხდელი, გამხდნელი და ასე შემდეგ და მომაკვდა რა თქმა უნდა რა. ასეთი ბუნება იტვირთა მაცხოვარმა. თუკი ჩვენ აი ამ ბუნებას, მაცხოვრის ადამიანურ ბუნებას იდეაში გამოვაცალკევებთ, რაც შეუძლებელია უკვე, ის აღდგა ტრენდით აი ამ ბუნებით და ის ამაღლდა ზეცად ამ ბუნებით და უკუნითამდე ასეა შეერთებული ამ ბუნებასთან. მაგრამ თეორიულად რა, დაუშვათ, რომ ეს გამოვაცალკევებთ რა. რა თქმა უნდა, მის ბუნებას ეს თვისებები უმეცრებისა, ანუ ყოვლად ბძენი, ყოვლად განათლებული, ყოვლად მცოდნე არ იქნება ეს ბუნება, ცხადია. ისეთივე უძლური ბუნება იქნება, როგორც ჩვენ ყველა კეთილმა გავაჩნია. ხომ მეთანხმებით რა? მაგრამ ეს ხო პირობითი დაშვებაა, რომ ვაცალკევებთ. და ეს შეუძლებელია და არ მოხდება არასდროს. და რა მოხდა აი ამ ორი ბუნების ერთ პიროვნებაში შეერთებით და არა შერევნით. ისეთ კარგ ტერმინს ხმარობენ ეკლესიის ისტორიის მამები, დიდი მამები სხვა შორის. და ეს ტერმინი დაფიქსირებული არის, შეიძლება ითქვას, წინვალე სახელმძღვანელოში, რომელიც შეაჯამებს, შეიძლება ითქვას, ეკლესიის მოძღვრებას. ეს არის იოანე დამასკელის მართლმადიდებლური სარწმუნოების გარდამოცემა. ეს ტერმინი აი ამ ორი ბუნების შეერთებას დაკავშირებით ამგვარი არის. გამდიდრება. აი ეს ტერმინი, განმდიდრება და რა არის ეს ტერმინი? ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ორი ბუნება შეურევნელი არის. მაგრამ არც განუყოფელია, მაგრამ არ შეურევნელი არის რა, აი ესეთი დამოკიდებულება არის. აი დამასკელს კი არ შემოაქვს ეს ტერმინი, ეს ეკლესიის მოძღვრების ტერმინი არის და ის აფიქსირებს თავის წინში ამ ტერმინს უბრალოდ, რომ დამასკელი, იოანე დამასკელი. ამ მისი წიგნი, რომელიც მან შეკრიბა ეკლესიური მოძღვრების თველი ეს საგანძური შეიძლება ითქვას, მისი იქ ერთი სიტყვა იქ არ არის. ეს აი შემკრებელი არის შეიძლება ითქვას ამ მოძღვრებისა და გამმართველი. და რას ამბობს, რომ თურმე, როდესაც ერთ პიროვნებაში საღვთო ბუნების მქონე პიროვნება იტვირთავს და შეიერთებს ადამიანურ ბუნებას, აი ეს ადამიანური ბუნება გამდიდრებული ხდება საღვთო ბუნებისგან. კი არ ერევა, შეერევა, არამედ განმდიდრდება. და რაში გამდიდრდება? რამდენიმე კატეგორიაში და მათ შორის ყოვლისოდნეობითაც. თავად ადამიანური ბუნება არის უძლური, ცხადია და უმეცარი არის, მაგრამ რაჟამს ეს შეერთება მოხდა და არა შერევნა. დიდრდება ადამიანური ბუნება ყოვლისოდნეობით, რაც ახასიათებს ღმერთის ბუნებას, საღვთო ბუნებას, ცხოველს ყოფილობით. ანუ მას შეუძლია რომ აღდგეს ყრები. ეს ერთი პიროვნებაა, იესო ქრისტე. არ არსებობს იესო ქრისტე ადამიანური ბუნებით ცალკე და არ არსებობს იესო ქრისტე საღვთო ბუნებით ცალკე. ერთი პიროვნება არის ეს. და აი ამ ვითარებაში როგორ შეიძლება ვინმე თქვას, რომ ადამიანური ბუნებით ქრისტემ არ იცის ამ დღეების შესახებ. როდის იქნება ეს? გამორიცხულია ამგვარ რაღაცას. აი ეს წვალებლობა პირდაპირ გეუბნებით რა. და შეურაცხყოფა იესო ქრისტეს. ეს ერთი მხარე ამ დიადი საკითხისა შეიძლება ითქვას. ახლა გადავიდეთ უნდარეს მხარეზე, შეიძლება ითქვას, ყოფით მხარეზე, ბანალურ მხარეზე დავარქვათ ამას, თუნებავთ, რაც დაკავშირებული არის მეორედ მოსვლაზე. და მე მინდა ტერმინოლოგიურ დონეზე განმარტო ბოლო ჟამის აი ამ სიტყვების მნიშვნელობა, რომელიც დაფიქსირებული არის. თქვენ წარმოიდგინეთ არა მე-20 საუკუნის ნაწერებში, არა 21 საუკუნის მამების ნაწერებში ეს ტერმინი,
არამედ თქვენ წარმოიდგინეთ მოციქულთა ნაწერებში. თუ გნებავთ ეს იქნება პეტრე მოციქულის ეპისტოლეები, თუ ეს გნებავთ იოანე ღვთისმეტყველის ეპისტოლეები, რომლებიც საუბრობენ რომ დიახ, ეს ბოლო ჟამია. და ისმის კითხვა, კი მაგრამ თუ კი იოანე ღვთისმეტყველი, თუ კი პეტრე მოციქული ამბობდნენ 2000 წლის წინ დაახლოებით, ხო? ამ იგივე სიტყვებს, რაც დღესაც აქტუალურია ვიღაცეების კალამში თუ სიტყვებში. მაშინ რა გამოდის, კაცო? ესე იგი, რა ეს ბოლო ჟამი აღარ თავდება? რა ეს 2000 წელს ბოლო ჟამი არის? თუ რა ხდება, ხო? იმიტომ რომ ამას მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ დღევანდელი ავტორები, ვინც იძახიან დღევანდელი თუ უახლოესი წარსულის ავტორები, ვინც იძახიან რომ ბოლო ჟამს, ისინი ამ ბოლო ჟამში მოიაზრებენ არა რაღაცა პროცესს, მოდი ესე დავარქვათ, არამედ სწორედ დროის რაღაცა მოკლე პერიოდს. ამ სიტყვის ბოლო დროითი ნიშნულობის აღნიშნული სიტყვის რაღაცა უახლოეს პერიმეტრს და არა რაღაცა პროცესის აღნიშნულ ფრაზას. სამწუხაროდ, ამას ხაზს უსვამ. მაგრამ მსგავსი რამ არანაირ არ ახასიათებს იგივე იოანე ღვთისმეტყველს, რომელიც აი ამ ტერმინს ხმარობს. ამ შინაარსით. აბა რა იგულისხმება მაშინ ნორმალური მართალი განმარტება ამ სიტყვებისა, რომ აი ბოლოა ეს დღეს თუ არა ხვალ და ზეგ მაინც იქნება. ეს იგულისხმება? რა თქმა უნდა ეს არ იგულისხმება. აბა რა იგულისხმება? რა თქმა უნდა, აი წინაწერის გაგება და აზრება ისევ და ისევ უბრუნდები იმას, აუცილებლად საჭიროა კონტექსტუალურად. არ შეიძლება რაღაცა ფრაგმენტულად რომ ჩვენ რაღაცა ვისწავლოთ ამ წინაწერისგან. და კიდევ გეუბნებით რომ იგივე პეტრე მოციქული, იგივე იაკობ მოციქული, ხორცელი ძმა უფლისა და ყველა შემდგომი, მათი მოწაფეები იქნება ეს. პაპია, იერეპოლელი თუ კიდე სხვები, თქვათ, შუა საუკუნეებამდე და მერეც, ყველა ვინც აი ამ ტერმინს ეხება, ის არც ერთი არ გულისხმობს მაინდა-მაინც ბოლო ჟამში, რომ აი დღეს თუ არა, ხვალ იქნება ეს ყველაფერი. და თუ კი ამას გულისხმობენ, მაშინ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ისინი ცდებოდნენ, იმიტომ რომ ის დღეს თუ არა ხვალ გასულია აგერ უკვე 2000 წელი, ხო? და მე კიდე გეუბნებით, რომ ისინი არ ცდებიან და არ ცდებოდნენ. და სხვა რამეს კი ნამდვილად გულისხმობდნენ ეს ადამიანები. და მე მინდა რომ გითხრათ თუ რას გულისხმობდნენ ეს ადამიანები ამ ტერმინში. ზოგადად, მოგეხსენებათ, ღმერთმა კაცობრიობას მისცა რჯული. ჯერ მისცა ძველი რჯული, ძველი აღთქმით, რომ არის ცნობილი თქვენთვის. ღმერთის გამოცხადებითი რჯულია ეს. არც მეტი, არც ნაკლები. ადამიანების მიერ შეუქმნელი ღვთის მიერ ნაკარნახები პირდაპირ რჯული. რა არის რჯული? ეს არის საურთიერთობო ნორმების კრებული, რომელიც შეეხება როგორც ადამიანებს, ანუ როგორ უნდა მოექცი ადამიანს, ანუ ეს არის ჰორიზონტალური ურთიერთობებისთვის საკმარი და კმარი საურთიერთობო ასპარეზი და მეორე ნაწილი ადამიანსა და ღმერთს შორის, ანუ ვერტიკალური საურთიერთობო ასპარეზი შეიძლება ითქვას. ეს არის რჯული. აი იმ მოძრაობის წესების, ესე ვთქვათ, კანონები, რომლებიც მოგცა თავად ღმერთმა ადამიანებს. ახალი აღთქმის ეკლესიის დაფუძნება ერთი და იგივე ღმერთის მოცემული რჯული არის, იგივე ახალი აღთქმა, რომელიც შეიძლება ითქვას ერთგვარი სრულყოფილი იმ ძველი განსხვავებით საურთიერთობო ნორმების კრებული არის. იგივე მართულებით, როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური მართულებითაც, არა? აი ეს ტერმინი ბოლო ჟამი სწორედ ამ კონტექსტშია ნაგულისხმები. რა კონტექსტში? რომ ამის მეტი აი ეს
ახალი აღთქმის გარდა აი ამ კოდექსის დავარქვათ კონსტიტუცია საფრთხოა რა ანუ ამ ახალი კონსტიტუციის გარდა ადამიანებსა და ღმერთს შორის სხვა უახლესი კონტრაქტი აღარ დაფორმდება და აღარ დაიდება სხვა უახლეს რჯულს ღმერთი აღარ მისცემს ადამიანებს და აქედან გამომდინარე ამ კონტრაქტის დადებიდან ვიდრე სამყაროს ხილული სამყაროს აღსასრულამდე მატერიალური სამყაროს აღსასრულამდე უკვე ეს პერიოდი სუბოლო ჟამი არის იმიტომ რომ ახალი საურთიერთობო ასპარეზი აღარ გაიხსნება უკვე ეს პერიოდი კიდევ ვიმეორებ ახალი კონტრაქტის ახალი აღთქმის დადებიდან ვიდრე მატერიალური სამყაროს აღსასრულამდე სუბოლო პერიოდი არის ბოლო ჟამია სულ ბოლო დრო არის სულ თუ გასაგებია თქმა უნდა აი ამ კონტექსტში იგულისხმება მოციქულების და წინამორბედების ნაწერები და არა იმ კონტექსტში რომ დღეს თუ არა ხვალ უკვე მოდის მეორთ მოსვლა უკვე რა ამას გაგება უნდა სპეციალური და ახსნა უნდა ანუ ჩვენ დიახაც ცხოვრობთ ბოლო ჟამის პერიოდში მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ბოლო რომ ხვალ იქნება ან თუნდაც 10 წლის შემდეგ იქნება ეს ბოლო ჟამი სულ ბოლო ჟამი არის ჩვენ გვაქვს მოცემული იარაღი თავად ღვთის მიერ ხელში რომ განვლიოთ ჩვენი ცხოვრება ამ ბოლო ჟამის პერიოდში ეს ერთი მომენტი მეორე მომენტი ვინც კი საუბრობს ბოლო ჟამზე და ვინც მე მინახავს ბევრი ფილმი გადაღებული ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ქართული სამამულო ეკლესიის კურთხევით გადაღებულია ეს ფილმები ზოგიერთი ეკლესიის არ მინდა დავასახელო ეს ეკლესიები მე რომ ნახე ეს ფილმები პირდაპირ გეუბნებით შემეშინდა ძალიან შეშინებული და დათრგუნული დავჭი ამ ფილმების ნახვით და დავფიქრდი კაცო რა გვეშველება მართლა მეთქი და მე კიდე მე დავწყნარდი მე გამახსენდა ვინც ვიყავი და მე დამშვიდი და მე თქვი რომ ნუ რა საშინელებაა მეთქი ეს მეთქი იმიტომ რომ გარდა ამ ემოციისა ხაზუსვა გარდა ამ ემოციისა რომ ადამიანი დაითრგუნოს შეშინდეს და რა მე ეს ემოცია არ მეშვება მე შიში შეიქმს სიყვარულსა ამას გულისხმობენ ესენი ეს შიში არ არის ეს ცხოველური შიში არის კიდე გეუბნებით რა ხოლო შიში შეიქმს სიყვარულსა ასე თქვა რუსთაველმა თავის დროზე ეს არის სწორედ უმაღლესი ქრისტიანული აზროვნებით ნათქვამი ფრაზა რომელიც დაფუძნებული არის დავით მეფსალმონის სიტყვებზე რომ დასაბამი სიმბზნიც აი არის შიში ხტისა დასაბამია და მე სიყვარულია უკვე და ეს ტრანსფორმაცია შიში შეიქმს სიყვარულსა აქედან არის ეს არ არის ცხოველური შიში კიდეც დასაბამის თუნდაც რა და მე გამიჩნდა ცხოველური შიში რა გვეშველება რა მეშველება ოჯახს აეშველება შვილები ბაღში როგორ უნდა იარო ბავშვი და ასე რაღაც მარაზმი რა რაშია საქმე ხალხო ეს სწორია სამგვარ დამოკიდებული რა თქმა უნდა ასე ამგვარად ვერც ვერ მოაქცევ ამიჯერეთ რა ქრისტე ვერ მოაქცია ხალხი თავისი უდიდეს სასწაულებით შიშაც და სასწაულსაც ემოცია ახლავს თანს ეიფორიული ემოცია რა ლაზარეს აგნების შემდგომ ებრაელ ხალხში დიდი ემოციური მუხტი იყო დიდი ეიფორიული მუხტი იყო და ამის გამო მიიღეს დიდებით იესო იერუსალიმში ალმების რტოებს უფენდნენ სამოს უფენდნენ მაგრამ იგივე ხალხმა იგივე იესო 5 დღის შემდგომ ჯვარზე გააკრა ანუ ემოცია დამყარებული რაღაცა სასწაულზე იქნება თუ შიშზე იქნება დიდხანს ვერ გასტანს და თუ კი ის მეორედ მოსვლა დროზე არ მოვა
ისევე დამთავრდება იმათი შიშიც როგორც დაიწყო. რატო არასწორი შიში? იმიტომ რომ კიდე გეუბნები, აი ძალიან მარტივი არის. ადამიანი თუ ოდნავ მაინც ეკლესიურად ცხოვრობს, ოდნავ მაინც თუ ეკლესიური ცნობიერება გააჩნია, ანუ ქრისტიანული ცნობიერება გააჩნია, ის ძალიან მარტივად მიხვდება თუ რატო არის არასწორი ამგვარი დამოკიდებულება. იმიტომ რომ თუკი მე ქრისტიანული წესებით მაცხოვრებელ ადამიანს თქვა, მაქვს თავარი ორიენტირი, თავარი მიზანი იესო ქრისტესთან მიახლება. და ეს არის ხო ჩვენი თავარი მიზანი, რომ ჩვენ ცხონდეთ და ცხონება რა არის? ანუ სიცოცხლე არის, ხო? სიცოცხლეში შესვლა არის, ცხადია, ხო? ვისთან? იესო ქრისტესთან, ცხადია. მე მინდა რომ ცხონდე და ვიყო მასთან. რომ ვაცემინებთ, ვეუბნებით სიცოცხლეო, ხო? კაი ტრადიცია არის, მაგრამ ამ სიცოცხლეში ჩვენ მოვიაზრებთ ამ ქვეყნიურ სიცოცხლეს, მაგრამ ჩვენი წინაპრები სიცოცხლეში ამას არ გულისხმობდნენ. სიცოცხლე არის ახალი ფორმა, თორე ცხონება, ცხოვრება არის ძველი ფორმა რა, სიცოცხლისა რა. ანუ ადამიანი რომ აცემინებდა, მას ცხონებას უსურვებდნენ ჩვენი წინაპრები, გესმით რა ხდება? დიახ, თავარი ორიენტირი ჩვენი არის ცხონება. ვინც ქრისტიანია, ვინც შეუდექით ქრისტეს, ვინც ავიღეთ ჩვენი ჯვარი და მივყევით მას. ეს არის ჩვენი თავარი მიზანი. ყოველ შემთხვევაში ეს უნდა იყოს, ხო? ანუ ჩვენი მთავარი მიზანია, ჩვენი ეკლესიური ცხოვრების მთავარი მიზანია, ჩვენი სინანულის, მონანიების, აღსარების, ზიარების, განწმენდის, სიკეთეების, კეთების მიზანია ის, რომ მე და ჩემი შემოქმედი შეხვედრა იყოს უჭირველი, უმტკივნეული და უსირცხვილო. ეს არის თავარი მიზანი, ხო? და ახლა რა ხდება? თუ კი თქვათ, დაუშვათ, ხვალ არის მეორე მოსვლა. სიტყვაზე ხო? და მე ასე ვცხოვრობ, აი ესეთი მიზნით, რომ მე მინდა შევხვდე ჩემს შემოქმედს უჭირველად. და მოდის. რა პრობლემაა? ამის სიმნა მეშინოდეს? თუ პირიქით, უნდა მიხაროდეს. ესე იგი, ამგვარი დამოკიდებულება, რომ თითქოს და არ იქა უკვე დაბადებული ანტიქრისტე, არ იქა უკვე მოდის ქრისტე, აცხოვარი უკვე, არის არასწორი. და მარტივი კითხვა, ვინ არის დაინტერესებული? რა ძალაა დაინტერესებული იმაში, რომ ადამიანები აი ამ სისულელებზე მოწდნენ, ამ შიშებში გაიპარონ. ვინა დაინტერესებული ამ სისულელებზე იფიქრონ და იდარდონ კიდე პლუს ამას. რა თქმა უნდა, ეშმაკია დაინტერესებული ხალხო. თავად ეშმაკი, რომ აი ამ სისულელებზე ხალხმა ბევრი იფიქროს, იდარდოს, შეეშინდეს და მთავარი ამ დროს, მთავარი საზრუნავი, მთავარი საგანი და ორიენტირი და საოცნებო იესო ქრისტე გვერდზე დარჩეს უკვე რა. რა თქმა უნდა, დაინტერესებული არის მხოლოდ და მხოლოდ ეშმაკი. ამგვარი საქციელით. და პირები გეუბნებით, რომ ამგვარი ფილმები არის სულის მაზიანებელი და უსარგებლო პროდუქცია, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია როგორც ინტერნეტ სივრცეში, DFS ფილმები, ასევე საეკლესიო მაღაზიებში. ეს არის ყოვლა დაუშვებელი და დამაზიანებელი, დამანგრეველი პირები გეუბნებით პროდუქცია, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ იყიდება ამგვარ მაღაზიებში. ეს ერთი პრობლემა არის. ეხლა მეორე პრობლემა, რომელიც ამასთან დაკავშირებული არის, სხვადასხვა იგივე ამ კატეგორიის ფილმებიდანაც კარგად ჩანს ეს ამ თემატიკის წამოწევა და ეს თემატიკა არის ტექნიკური პროგრესი. ანუ ის ჩიპები, ჩადგმა ხო დაკავშირებულია ტექნიკურ პროგრესთან, ცხადია რა. ის შტრიხ-კოდები ხომ ეს ტექნიკური პროგრესის შედეგი არის და პროდუქტი არის არა? დღეს ვერავინ ვერ იყიდით თქვენ ნებისმიერ პროდუქტს. თქო უნდა ბაზარში არ იყიდით კარტოფილს თქვა. ნებისმიერ პროდუქტს, რომელსაც არ აქვს შტრიხ-კოდები. მარტივი გამოგონება არის, რომ გაუადვილდეს რეგისტრაცია, ჯერეთი გამყიდველს და აღრიცხვა, ვინც ყიდის ამ ყველაფერს რა. ამით. იგივე
მართლმადიდებლური ჟურნალი კარიბჭე იყიდება შტრიხ-კოდებით. შეგვიძლია შეამოწმოთ. ზოგიერთი 6 ემთხვევა კიდიც ეს ციფრი ზოგიერთ ნომერში. გადაშლით წერია იესო ქრისტეზე. არადა შეხედავთ და შტრიხ-კოდები წერია ესე. რომელს დაუჯეროთ. გასაოცარია რა. ზოგადად ტექნიკური პროგრესი ზოგადად ვიძახი და არა კონკრეტულ შემთხვევებში. პრობლემა არ არის. და პრობლემაც რომ იყოს, ვინ შეაჩერებს, რომ ეს შეუქცევადი პროცესია, ტექნიკური პროგრესი. და ამაში ცალსახად რომ ეს ცუდი მომენტი არის, არ შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, რა ხა შეიძლება ადამიანი შუა საუკუნეებში ცხოვრობდა სანთლის შუქზე, კითხულობდა, წერდა, მოღვაწეობდა, საჭმელს აკეთებდა, თქვა, ხო? ანდა ავიცი, ასაქმიანობდა. და დღეს ეს ყველაფერი არის სხვა რაღაცეებზე, რა აწყობილი. მაგრამ არ შეიძლება რომ თქვა რომ ის კარგი იყო, თქვა შუა საუკუნეებრივი მოღვაწეობა და დღეს ჩვენ რომ რაღაცა სინათლე გვაქვს, ელექტროენერგია რო გვაქვს, ეს ცუდი არის. აი ამ კონტექსტში რა თქმა უნდა რომელიც ყოფილი იტყვის რომ ის თქვა ეს ცუდია და ის კარგი იყო. უბრალოდ ის ეპოქა, იმ ეპოქაში ისე იყო, ახლა ასე არის, მაგრამ რაც არ შეიცვალა და რაც ადამიანს დარჩა კლავ გასაკეთებელი და მუდამ ექნება ეს გასაკეთებელი, ეს თავად ადამიანი არის. ადამიანი არ შეცვლილა. პროგრესი უდაოდ არის ტექნიკური, მაგრამ ადამიანი იგივე არის და ამ ადამიანს გასაკეთებელი აქვს თავარი ფუნდამენტური არჩევანის პრობლემა. ანუ მას ასარჩევი აქვს სიკეთე თუ ბოროტება რა თავის ცხოვრებაში. მას ასარჩევი აქვს კარგს გააკეთებს თავისი რა თქმა უნდა ცხადია. თუ დაღუპავს საკუთარ თავს. ანუ რაც არ გაუქმდება არასდროს, რაც უნდა ტექნიკური პროგრესი იყოს, ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, არჩევანის თავისუფლება და მოაზროვნეობა. არ გაუქმდება, ადამიანი ასია შექმნილი და იმიტომ რა. ეს იქნება შუა საუკუნეებში სანთლის შუქზე მყოფი ადამიანი, თუ დღეს კომპიუტერთან მყოფი მჯდომი ადამიანი. არ შეიცვლება ადამიანის ეს არჩევანის მომენტი რა. და კიდე გეუბნებით, ტექნიკური პროგრესი არაფერს აცვლის, გარდა იმისა, რომ აიოლებს ადამიანებს შორის ურთიერთობას ერთის მხრივ და რა თქმა უნდა, ცოდვებსაც. ცხადია, აიოლებს, თქვა. მაგრამ ვინ თქვა ის, რომ თქვა, შუა საუკუნეებში მაცხოვრებელ ადამიანს იგივე არჩევანის პრობლემა წინ არ ედგა. სხვა სახით, სხვა ვითარებაში, მაგრამ არ ედგა. და ვინ თქვა ის, რომ ღმერთი ადამიანებს იმ ეპოქის მსგავსად, იმ ვითარების მსგავსად არ განიკითხავს და ყველა შეგადაებს თუნდაც დღევანდელ ქრისტიანებს, თუნდაც პირველ საუკუნეებში მაცხოვრებელ ქრისტიანებს. იმათ არ შეგვადარეს ღმერთი და დამიჯერებთ რა. ჩვენ მოგვეკითხება აი ამ ეპოქის, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ, ამ ეპოქის სიტუაციების მსგავსად მოგვეკითხება, თუ აი ამ ეპოქაში როგორი ვითარებაც იყო და როგორ არჩევანსაც აკეთებდით, აი ამის მსგავსად, ამის დარად მოგვეკითხება ჩვენ პასუხი. ანუ შევთანხმდით, რომ ტექნიკური პროგრესი არ დააჩქარებს არც მეორედ მოსვლას და არც რაღაცა ანტიქრისტეს მეუფების გამძლავრებას. არ დააჩქარებს, დამიჯერეთ რა. აი ვინცაც კი შეუძლია რომ დააჩქაროს ეს პროცესი, ანუ ბოლო ჟამის, აი ამგვარი გააზრებით ბოლო ჟამის ანუ აპოკალიფსისი ჩვენს რეალობაში, ეს არატექნიკური პროგრესი არის. არამედ თვითონ ჩვენ ვართ ადამიანები. ოღონდ როგორ? ყოველთვის მიკვირდა, როდესაც ნაწინასამეტყველები არის
აი ამ დროს შესახებ, რომ როგორ შეიძლება ესე დაბრმავდნენ ადამიანები და აშკარად ვიღაცა ნეგატიური ტიპი, რაც ანტიქრისტი არის, ხო? ვინც ანტიქრისტი არის, ესე ვეძახით ხო ამ ადამიანს რა? ყველა მიიღოს და ყველა მაღიაროს და ყველა მიიღოს ის ჩიპს ვეძახით რა. როგორ უნდა დაბრმავდეს ასე კაცობრიობის უმრავლესობა, რომ ეს ადამიანი მიიღოს, აღიაროს და ჩაუიყენოს, ჩაუდგეს სამსახურში. ძალიან მიკვირდა ეს და ანუ ჩვენ აქ გვეუბნებიან პატერიკებს ბჭყალებში, რა თქმა უნდა, რომ ეს თურმე აიძულებენ თურმე ადამიანებს ამის მიღებას თურმე რა, იძულებით მოხდება ეს და ყველა ვერ გაუძლებს თურმე და იქ შიმშილის შიშით თუ რაღაცის შიშით თუ მუშაობ დარჩენის შიშით აიძულებით მიიღებენ ამ ჩიპსო, ანუ ანტიქრისტეს ბეჭედს. მე კიდე გეუბნებით რომ ასე არ იქნება. ეს იმიტომ რომ მე ვნახე ის ამბავი და დამესწრე არა. ლოგიკაა ჩვეულებრივი რა. ეს ადამიანების უმრავლესობა კიდე გეუბნებით ხას უსვა ამას რა. არა იძულებით, ძალდატანებით, რაღაცა მოტყუებით კი არ მიიღებენ, არამედ თავისი ნებით მიიღებენ, სიხარულით მიიღებენ ამ ბეჭედს, ანტიქრისტესას. თავიანთი არჩევანი იქნება ეს, გააზრებული და ნებაყოფლობითი არჩევანი იქნება აი ამ ნიშნის და ეს ნიშანი როგორი იქნება კი კაცმა არ იცის და ატომღაც ვიღაცებმა იციან, რომ ჩიპი იქნება აი და მაინც. რომელიც ჩაიდგება მარჯვენა ხელში ან შუბლში. უკვე იციან ყველაფერი. მაგრამ მე გეტყვით ვისი უნდა გეშინოდეთ თქვენ. არა ტექნიკური პროგრესის, არა ჩიპების და ეხლა მე ვიცი სერიოზულად გეუბნებით რომ ხალხი არიან ვიღაცები რომ ეუნებიან თავიანთ ხალხს რომ თურმე ეს ბიომეტრიული პასპორტები არ უნდა აიღოთ ხალხო რა. ეს უკვე ჩიპი უკვე იმისნაირი თუ არა რაღაცა მსგავსი მაინც არის ხალხო რა. ეს არის სიგიჟე კიდე გეუბნებით რა. ცალსახად სიგიჟე არის ეს. და რაც პრობლემა არის? რაც პრობლემა არის? ამაზე არ დასაუბრობს რეალობაში რა. და პრობლემა რა არის? ხაზს უსვამ რომ ტექნიკური მიღწევები ვერ დააჩქარებენ მეორედ მოსვლას. და არც არის ეს პრობლემა ზოგადად რა. ჩვენი უკეთურება კი დააჩქარებს. ვერავინ ვერ შეაჩერებს ამას, მაგრამ ჩვენი უკეთურება კიდევ უნდა დააჩქარებს. ბიბლიური ფრაზაა ცნობილი, ცოდვათა გამრავლება. აი ეს კი ნამდვილად დააჩქარებს ამას. ანუ ტექნიკური პროგრესი კი არა. არამედ ცოდვათა გამრავლება არის დამაჩქარებელი მეორედ მოსვლისა. და ეს არ კმარა მარტო რა. სხვა რაღაცა არის. მე თქვი თავიდან რომ მიკვირდა მეთქი, როგორ მიიღებენ ამ ანტიქრისტეს ბეჭედს სიხარულით და თავისი ნებით ეს ხალხი. რატომ მიიღებენ? ყოველთვის მიკვირდა. საქმე მარტივად არის რა. იმიტომ მიიღებენ ეს ხალხი ანტიქრისტეს სიხარულით და თავისი ნებით, რომ იმ პერიოდში, როცა ეს მოხდება და უდის მოხდება, მე ეს არ ვიცი. იმ პერიოდში, როცა ეს მოხდება, ფასეულობები, საფრთხო ფასეულობები, იგივე მცნებები, რაზეც დგას ჩვენი ზნეობა და მორალი. რა პრინციპებზეც დგას ქრისტიანული სარწმუნოება. აი ამ ფასეულობების დევალვირება მოხდება, გაყალბება და შეცვლა, ჩანაცვლება, როდესაც მოხდება, აი მაშინ დადგება ის დრო და ჟამი, რაზეც ჩვენ ასე ვართ დაინტერესებული შეიძლება ითქვას ჭალებში. ანუ ეს რა ხდება? უდაოდ პროცესი რომ დაწყებული არის, არა ტექნიკური განვითარების პროცესი, ამას ხაზს უსვამ, არამედ ფასეულობათა დევალვაცია რომ დაწყებული არის.
ეს უდავო არის. აქედან გამომდინარე ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ პროცესი დაწყებულია დიახაც. მაგრამ ის რომ ვთქვა, რომ ხვალ იქნება ეს და ზეგ, ესე არ არის ცხადია. რა პროცესია საუბარი? რა ფასეულებზე საუბარი? მარტივად გეტყვით. მაგალითად. მე არ ვიტყვი ახლა სოფლიოს მაგალითს, ვიტყვი საქართველოს მასშტაბით ამ რეალობას რა. საქართველოს მასშტაბით და საქართველოს რეალობიდან გამომდინარე მოვიყვან მაგალითს, რომელიც რა თქმა უნდა შეიძლება ამის განზოგადება ცხადია. იმიტომ რომ ახლო არის მაგალითად ჩვენთვის. მაგალითად დღეს და არ მარტო დღეს ჩემს ახალგაზრდობაშიც კი ყრმობის დროსაც კი თქვა ბიჭი ყრმა რო ყოფილიყო უბიწო ითვლებოდა სირცხვილად 15, 16, 17 ბიჭებზე მასაუბარი რა. დღეს რა თქმა უნდა ეს წლები უფრო დაწეულია ქვემოთ და უკვე ლაპარაკია ის რომ 13 წლის ყრმა 14 წლის ყრმა რომ უბიწო არის ეს უკვე სირცხვილი არის და რომც იყოს უბიწო ეს ბიჭი თქვა ის მალავს ამას და ჭირს რა თქმა უნდა კაცო აზია ლაპარაკი და უკვე ნამყოფი ვარ უკვე ადგილებში უკვე ანუ უკვე როგორ რაღაცა არის გოგოებში კიდე სხვა მდგომარეობა იყო დღეს თითქოს და შენარჩუნებული იყო მეტნაკლებად ეს ვითარება მაგრამ დღეს უკვე ესეც უკვე როგორ რაღაცა არის უკვე სირცხვილია გოიმობა არის თუ რა სწია კაცო ვიღაცა მეგობარი ბიჭი თუ არ ყავს ეხლა შენ გოგოს ეს გოგოს კი არა საერთოდ კიდე პატარას და კიდე დიდსაც თუ არ ყავს გოიმი ხარ ესე კიდე რაღა დროს შუა საუკუნეებში აგზალები არის ხო დღეს უკვე რომელი საუკუნე არის რა დაუბრუნდი როგორ იწვია ფასეულობა როგორ საშინლად იწვება ღვთისმცნება რა არ იმოუშო როგორი ფასეული არის და ნიშნულოვანი არის უბიწოება ხალხო ოდესაც იესო ქრისტე განკაცდა კაცობრიობა უმძიმეს მდგომარეობაში იყო აი ამ მიმართულებით თუნდაც იმ დროინდელი სამყარო რომის იმპერია რო ავიღო თუნდაც არა თუნდაც იუდეა იძირებოდა გარყნილობაში ხალხო და ამ ადამიანებმა მიიღეს ეს სარწმუნოება ისე მიიღეს რომ მისთვის სისხლი დაღვარეს კიდეც რა აი ამ მეძავებმა და გარყნილებმა ისე მიიღეს ხალხო რა და როგორც წერს მემატიანე მეძავნიო უბიწოები გახდნენო უბიწოება ეს უდიდეს სათნოება იყო და არის რა თქმა უნდა დღესაც მაგრამ როგორ იცვლება დღეს უკვე ფასეულობა დაუკვირდით როგორ იცვლება ნელ-ნელა უკვე რა უკვე რომ სიცხვილია ის ღირსება რაც ფასეული არის და მალავენ ამას რომც უბიწო იყოს ის მალავს დღეს უკვე უბიწო არის დაწყებულია დიახ პროცესი ნამდვილად დაწყებული არის უკვე რა მაგრამ აი ბოლო უკვე საბოლოო შეცვლისა და გაყალბისა ფასეულობისა რა თქმა უნდა არ ვიცი უციკია მაგრამ დაწყებულია ეს ჩვენ საზოგადოებაშიც კარგად ჩანს სხვაგან ეს უკვე დიდი ხანი დამთავრებული ეს ამბავი რა უკვე რა იქ მართლაც თუ კი უბიწოა ვინმე უკვე სირცხვილი კი ავანტყურს ძახენ უკვე იმას ავანტყოფი არის ანუ ჩვენ და გვეშინოდეს კიდე ხაზუსვან არა ჩიპების არამედ ცნებების გაუკუღმართებით რა ოდესაც თეთრს შავს დაუძახებთ და შავს კიდე თეთრს სრულიად აბსოლუტში აი მაშინ დადგება ის დრო და ჟამი ასეც ასე ჩვენ ღელავთ და გვაინტერესებს რა ოდესაც აბსოლუტურად ღვთისმცნებები შეიცვლება სხვა მცნებებით რა თქმა უნდა ეს საზოგადოება სიხარულით მიიღებს მე ანტიქრისტეს ხადია რა თქმა უნდა ახლა მისთვის რომ ღვთისმცნება ფასეული არ იქნება ის როგორ არ მიიღებს მხსნელს რა თქმა უნდა ბჭყალებში მხსნელს ანტიქრისტეს რა არის შემაკავებელი
ბარიერი რომ არ მიიღოს. არც არაფერი. მეთოდურად ადამიანები შრომობენ დღე-დღე იმისთვის, რომ ეს შემაკავებელი ბარიერები დაანგრიონ და რა არის შემაკავებელი და ბარიერები? ღვთისმცემელი ცხადია, რა თქმა უნდა. ეს არის სამოძრაო წესები ადამიანთათვის, რომ არ გადაიჭეხონ უბსყოლში. და ამ წესებს ეძახიან შეზღუდვებს და ჩარჩოება. ჩარჩოებში მოქცევად ეძახიან ადამიანები, სხვა ადამიანები, რომ ამგვარად არ ცხოვრობენ. განაწარმოგიდგენიათ ახლა თქვენ, რომ მანქანები, ვისაც ყავთ, რომ არ იყოს მოძრაობის წესები, არ იყოს შუქნიშანი. რა იქნებოდა ეს მოძრაობა მაშინ, ცხადია? რომელიმე იტყვის, რომ ეს სამოძრაო წესები, შუქნიშანის არის შეზღუდვა და ჩაკეტილობა და ჩამორჩენილობა? რა თქმა უნდა, არავინ არ იტყვის ამას. იმიტომ რომ ეს არის გონივრული სამოძრაო წესები, ვინც დაიცავს, ის მივა სახში მშვიდობით. ვინც არ დაიცავს, ესეც ვიცით, რაც ხდება და როგორ ხდება. ამ წესების გაუკმართება უნდა და გვინდა ყველა ჩვენთაგანს რა. და ამაზე მუშაობ და შრომობ. რომ თეთრს დაუძახოთ შავი და შავს თეთრი დაუძახოთ. ფასეულობების შეცვლა ეს არის პირდაპირ პროპორციული ანტიქრისტეს გამეფებისა. ეს გამეფებს ანტიქრისტეს. ეს მოიყვანს სათავეში ანტიქრისტეს და არა მარტო მოიყვანს, მთელი კაცობრიობის უმრავლესობა მას აღიარებს. და ითაყვანება რა. იმიტომ რომ მას ამ კაცობრიობას უკვე დავიწყებული ექნება ჭეშმარიტი ღმერთის ცნებები რა. და ამას უკვე დღეს ვიწყებთ, დღეს აქედან მუშაობთ ამაზე, რომ დავივიწყოთ რა. დღეს უკვე მიგვაჩნია უკვე ეს რაღაცა შუა საუკუნეებრივ აკრძალვებად და შეზღუდულობად გვეჩვენება ეს ყველაფერი დღეს უკვე რა. სამწუხაროდ უკვე დღეს გვეჩვენება ეს ყველაფერი რაღაცა დრომოჭმულად უკვე 21 საუკუნეში რა. და ჩვენ გონია, რომ 21 საუკუნეს ეს რაღაცა ცივილიზაციის მიღწევების საუკუნე რა. და წინა განვლილი ეტაპები კაცობრიობის ისტორიისა რა. არის რაღაცა ჩამორჩენილი და უსახური. დღეს 21 საუკუნეში ითვლება თავარ მიღწევად, თავარ ისე თქვა თავისუფლების სიმბოლოდ ითვლება რა. რაც გინდა ის აკეთე თურმე რა. და რატომღაც რაც გინდა ის აკეთე დადის გართობაზე და სწორედ აი ამ მიმართულებით ესე თქვა აღვირახსნილობაზე. ლაბარაკი არის, რა თქმა უნდა, სექსუალურ აღვირახსნილობა. და ეს მიაჩნია ცივილიზაციის რაღაცა უკიდეგანო მიღწევა. მე კიდე გეტყვით, რომ ვინც აი ამ იდეოლოგიას ნერგავს და ვინც ამ იდეოლოგიას ავრცელებს, ისინი არიან ნამდვილად ბნელნი და უმეცარნი გაუნათლებლები, იმიტომ რომ თუ კი სექსუალური აღვირახსნილობა არის კრიტერიუმი ცივილიზაციის მიღწევისა, მაშინ გეტყვით, რომ ჩვენზე ცივილიზირებულნი, ანუ 21 საუკუნეში მაცხოვრებელ ადამიანებზე ცივილიზირებული ადამიანები ცხოვრობდნენ 2000 წლის წინ რომში, საბერძნეთში, ბაბილონში, ინდოეთში. მაგრამ ასე არ არის, რა თქმა უნდა. არ არის ცივილიზაციის მიღწევა. მაინდა-მაინც ამგვარ თავისუფლება ჭალებში, რა თქმა უნდა. არ არის. არიციან ელემენტარული ისტორია ამ ადამიანებად, თორე ასე არ იყოდნენ მაინდა-მაინც რა. მაგრამ არა უშავს. ეს თითეული ადამიანის პრობლემა არის, იმიტომ რომ გადარჩენა ეს არ არის კოლექტიური, ესე ვთქვათ, აქტი. ეს არის კვეთრად ინდივიდუალური პროცესი. თითეული ადამიანი დღესაც და იმ პერიოდშიც, როდესაც ეს ყველაფერი მოხდება, თითეული ადამიანი თვითონ უნდა საზღვრავდეს, თვითონ უნდა ფიქრობდეს და მე არჩევანს აკეთებდეს სწორედ შესაბამისად. თუ რა არის ფასეული, ნამდვილი ფასეულობა და რა არის ნაყალბები ფასეულობა რა.
ამ თავისუფლებას არავინ არ წაგვართმევს, მაგრამ გეუბნები, საფრთხე არის დიდი იმისა, რომ ჩვენი ფასეულობები, ჩვენი კი არა, საკაცობრიო ფასეულობები, მოცემული იესო ქრისტეს მიერ შეიცვალოს, გაბათილდეს და სულ სხვა ფსევდო ფასეულობებით ჩანაცვლდეს. აი ეს კი ნამდვილად საშიში რაღაცა არის და არავით არის ჩიპი, არავით არის 666 რიცხვი, არავით არის შტრიხ კოდი, ამას ვერ შეეცვლება. კიდე გეუბნებით, შიშთან მიმართებაში რა. ალემოცკულიამოს თუ კი ღმერთი ჩვენთან არის, ვისი უნდა გვეშინოდესვა რა. ჩვენც ყოველი წირვის დასრულების ჟამს, ქადაგების დაწყების დროს ვიძახით ჩვენთან არის ღმერთი და თქვენ პასუხობთ არს და იყოს და თუ კი ჩვენთან არის ღმერთი, ვიღასი უნდა გვეშინოდეს. შტრიქ-კოდების 666 ან თავად ეშმაკის უნდა გვეშინოდეს. თუ კი ჩვენთან არის ღმერთი, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არა. ამგვარი არის სწორი აზროვნება, ამგვარი არის ქრისტიანული ცნობიერება ამ საკითხებთან დაკავშირებით და სხვა ყველაფერი, რაც გაგიგიათ, ვისაც შეუშინები ხართ ამ თემატიკით, არის ნაყალბები და სიცრუე. არაფერი საერთო არ აქვს ქრისტესთან და მით უმეტეს მის მეორედ მოსვლასთან. მადლობა.